მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში წყობს მუშაობას საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციებზე დაპატიმრებულების გათავისუფლების მოთხოვნას 1100 კომპანია შეუერთდა. Free Business პლატფორმაზე კიდევ 1117 კომპანიის საკითხი განიხილება. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა დღეს 13 საათზე გამოაქვეყნებს იმ კომპანიების ნუსხასაც, რომლებსაც პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ის, ვინც განაცხადს აწერს ხელს, თვლის, რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალია სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. ბიზნესი ვითარების სასწრაფო დეესკალაციას ითხოვს. ქართული ოცნება ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას აშორებს. ჰელსინკის კომისია კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართული ოცნება მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს. ქართული ოცნება ქართველებს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზას აშორებს და მიითრავს აგრესორი ღერძისკენ, რომელთა მიზანია დემოკრატიული მსოფლიოს წესრიგის განადგურება, ნათქვამია წერილში, სადაც საუბარია ქართული ოცნების მცდელობაზე ურთიერთობები გააღრმავოს ირანსა და ჩინეთთან. ქართული ოცნება თუ მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, პარტია საქართველოს აქცევს ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილად, არა მხოლოდ რუსი პარტნიორებისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვისაც, რომლებთან ქართული ოცნება სულ უფრო მეტად დაახლოვდა, ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს კი რჩება ევროკავშირის ლიდერების განსახილველ თემებს შორის. დღეს ბრიუსელში ლიდერები იკერბებიან 2024 წლის მიწურულს ევროპელი ლიდერების წინაშე რამდენიმე ამოცანა დგას. მათ ყველა განზომილებაში უნდა განიხილონ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და მიგრაციის საკითხები. კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით მოიაზრება მსჯელობა საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებზე. ევროკავშირის ლიდერების შეკრებას კვირაში წინ უძღოდა მსჯელობა ევროპულ საბჭოში, სადაც თბილისში მიმდინარე პროტესტისა და აქციების ძალადობრივი დაშლის ფონზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კვალიფიციურმა უმრავლესობამ ქართული დიპლომატიური პასპორტებისათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის წამოწყებას დაუჭირა მხარი და მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო აქტიურად ისმის საუბრები, რომ საჭიროა პერსონალური სანქციებით, ამ ტიპის სანქციებზე შეთანხმება ევროკავშირში ჯერ კიდევ ვერ მოხდა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რას კარგავს ქვეყანა და რა ბერკეტები გვაქვს ვითარების შესაძლებლად. ამ თემაზე ვიმსჯელებთ სტუმართან ერთად საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ყოფილი ელჩი დიპლომატი ეკა სირაძე დელონე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში 15 საათსა და 30 წუთზე. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა კი იზრდება 11 თვეში ქვეყნიდან 6 მილიარდი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 7,9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მთლიანი ექსპორტის 37% ავტომობილების რეექსპორტს უჭირავს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რეკორდულად მზარდი მიმართულებაა. წელს 11 თვეში საქართველოს გავლით სხვადასხვა ბაზრებზე 2,2 მილიარდი დოლარის ავტომობილები გავიდა, 14%-ით მეტი ვიდრე შარშან. ფეროშენადობების სექტორში კრიზისის მიუხედავად მზარდია ამ საქონლის ექსპორტი, წლიურად 113%-იანი ზრდით 316 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა საექსპორტო ბაზრებზე. მესამე ადგილზე 270 მილიონი დოლარით სპირტიანი სასმელებია, საერთაშორისო ბაზრებზე 11 თვეში მილიარდ 166 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ. მიუხედავად ექსპორტის ზრდისა, ბიზნესის ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო უცხოელი პარტნიორების მხრიდან კითხვები გახშირდა და ქართულ კომპანიებთან ახალი კონტრაქტების გაფორმებისგანაც თავს იკავებენ. როგორია საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და როგორ აისახება მასში ქვეყანაში მიმდინარე ვითარება, ნუცა შუბაშვილი გაგოცნობს დეტალებს ზუსტად 1 საათში. კიდევ ერთ სტატისტიკას გადავავლოთ თვალი, მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის ზომამ 25 მილიარდ ლარს მიაღწია. საქსტატის მონაცემებით, თლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 მილიარდ 800 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასულ კვარტალში თლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 6,727 ლარამდე გაიზარდა, რაც 2,476 დოლარის ექვივალენტია. მესამე კვარტალში ზრდის მიმართულებით გამორჩეული იყო მშენებლობის
და კომუნიკაციების სექტორებში, სადაც ზრდა 30%-ს აღემატებოდა, განათლების სექტორში ზრდა 36% იყო, ვაჭრობის სექტორში 11%. კლება დაფიქსირდა უძრავი ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში 5% და ელექტროენერგიის აირის ორთქლისა და კონდიციონერი აირის მიწოდებაში 14%-იანი კლება იყო. ეკონომიკურ სტრუქტურაში კვლავ ლიდერობს ვაჭრობა 15%-ზე მეტი წილით, დამამუშავებელ მრეწველობაზე მოდის თითქმის 10%, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებს კი 9.3% უჭერავს. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ლუდის არაალკოჰოლური სასმელებისა და ყავის იმპორტის ბაზარზე მსხვილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საუბარია ნიდერლანდული Royal Sfinxis მიერ საქართველოს კაპიტალის მფლობელობაში მყოფი Global Beer Georgia's Genuine Brewing კომპანიის, ასევე Global Coffee Georgia's-სა და საქართველოს დისტრიბუციისა და ლოგისტიკის 100%-იანი წილების შეძენაზე. კონკურენციის სააგენტოს შეფასებით ამ გარიგებით Georgia კაპიტალი მინიმუმ $63 მილიონ მიიღებს, მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ამ ბაზრებზე კონკურენტული გარემოა და კომპანიების მფლობელების ცვლილებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ბაზარზე მოსალოდნელი არ არის. კიდევ ერთი სიახლე სხვა საფინანსო ინსტიტუტების მსგავსად სესხის გამცემ ორგანიზაციებს 500,000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემა შეეზღუდათ. შესაბამისი ბრძანება ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოსცა და ის ძალაში 1 იანვრიდან შევა. სების გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შემოსავალი ლარში ერიცხება, საფინანსო ორგანიზაციიდან უცხოურ ვალუტაში ფულის აღება გაუძნელდება, თუ 500,000 ლარის ექვივალენტზე ნაკლები თანხა სჭირდება. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზედაზღვარი 400,000-დან 9 მილიონ ლარამდე გაზარდა 27 ნოემბერს. ამ ღონისძიების მიზნად კი სები დედოლარიზაციის პოლიტიკას ასახელებს. საქმის კურსი ამით დასრულებულია, ეთერში 1 საათში ბრუნდებით, დაგვალებით.